პატიმრებთან დაკავშირებით შეიძლება რთული წარმოსადგენი იყოს, მეც ვერ აღვიქვი თავიდან ბოლომდე, მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილებას როცა ვუყურებდი, ბევრი პოლიტპატიმარი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათ წერილები მიწერო. ანუ იმ ქვეყნებში, სადაც უკვე წლებია პოლიტპატიმრები არიან, ეს სისტემა უკეთ არის მათ შორის რაღაცნაირად ორგანიზებული, მათი დახმარების და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს უგზავნიან ხოლმე ასობით წერილს ყოველ დღე და ეს არ არის ბევრი. ანუ ისინი ამბობენ, რომ როცა მე ვკითხულობ უცხო ადამიანისგან წერილს, მხარდაჭერის წერილს, სადაც მოყოლილი არის რაღაც ამბები, რაც გარეთ ხდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები მაინც გარკვეულწილად იზოლაციაში არიან და ბოლომდე ვერ ხვდებიან გარეთ რა ხდება. აი როცა შენ კითხულობ, შენ ხარ თავისუფალი. აი ასეთი ფრაზები გამიგი ამ ადამიანებისგან და ჩვენთვის ეს ახალი ხილია შედარებით, მაგრამ იმ ქვეყნებში სადაც ასობით პოლიტპატიმარი არის და სადაც ეს ადამიანები რეჟიმის ტყვეები არიან და ისინი მათი უფლებები მუდმივად ირღვევა, აი წერილის წერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როცა საშუალება გვექნება, უბრალოდ არის უცხო ადამიანს, შეიძლება ყოველს ერთად, შეიძლება ერთ-ერთი ავარჩიოთ და მას მივწეროთ პირად წერილი, აუცილებლად მივწეროთ უბრალოდ გამხნევების, ხარდაჭერის რაღაც ამბები მოვუყვეთ, ეს მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არაფერი არ არის რა, შეიძლება რაც რამდენიმე წუთიან საათი დახარჯო ამ ამბავზე. ერთს დავამატებ მარტო, რომ თანაგრძნობა და სოლიდარობა არის და უნდა იყოს ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი და სწორედ თანადგომა და სოლიდარობა არის აი მაგ ძალიან მარტივი აქცია გეთება, რითაც როგორც შენ ამბობ, ძალიან უმარტივებ, შეიძლება ვერ უმჯობესებ, მაგრამ მინიმუმ უმარტივებ მას იმ ძალიან არასამართლიან მდგომარეობას, რაშიც ის ადამიანი აღმოჩნდა. რაც ეს პროტესტი მიდის, მე ვიძახი, რომ ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს. ანუ რაც მე მიხაროდა და აი ფეხბურთის ყურება, ფილმის ყურება, წიგნის კითხვა, აი რაღაცნაირად ყველაფერი გვერდზე გადავდე და მთლიანად ვარ კონცენტრირებული იმაზე, ქვეყანაში რა ხდება. მაგრამ მე ამას ვერ შევადარებ იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც არიან რეჟიმის ტყვეები. ანუ მე კი შეიძლება რაღაც დისკომფორტი მაქვს, შეიძლება ცოტა გაზი ვყლაპე რაღაც მომენტში, რაღაც ჩემ მეგობრებს რაღაც მოხვდა და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანები არამედ გაზაფხულიდან ციხეში ცხედან. ანუ ისინი უკვე მალე იქნება წელი რაც ციხეში არიან, ხო? და ჩვენ ეს ადამიანები არ უნდა დავივიწყოთ, ანუ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კი იქ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ყველა ტყვეები ვარ და ასე შემდეგ, ანუ არ შეიძლება ამის შედარება. ეს ადამიანები არიან წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაში, ჩვენ ეს ადამიანები უნდა დავიხსნათ, მაგრამ სანამ დავიხსნით, თუ ჩვენ ამას ხვალდაზე ვერ ვახერხებთ, ჩვენ მათ რაც კი შეგვიძლია ყველანაირად უნდა დავეხმაროთ. ერთი არ უნდა ვახსენოთ ყველგან სადაც მოვახერხებთ და სულ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მეორე თუნდაც ეგეთი ელემენტარული რამ როგორც წერილის დაწერა და შეგზავნა მხარდაჭერის გზით. აი ეს კულტურა რომ დამკვიდრდეს, რომ სისტემურად თუნდაც პერიოდულად შევიკრიბოთ, ერთად დავწეროთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და შემდგომ ან ადვოკატებს გავატანოთ, ან პოსტის საშუალებით გავუგზავნოთ ჩვენს თანამებრძოლებს ეს წერილები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.